სახელითა მამისათა, დაძისათა, დასულისა, წმინდისათა. ბიბლია ყოველდღე მოგესალმებით მეგობრებო ყველას. ვაგრძელებთ კითხვას, სწავლას წმინდა მამების გამარტებით. ფსალმუნი 99. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე, თქვათ, მხიარული და ასე თქვათ, მოკლე, ყველაზე მოკლე ფსალმუნი მოუწოდებს მთელ ქვეყანას, რომ ესე იგი სიხარულით ღაღადით და გალობით შევიდეს ღმერთის წინაშე, ანუ მთელ ქვეყანას მოუწოდებს და ღმერთი ჩვენი შემოქმედი არის და ჩვენ მისი ერი და ესე იგი ცხოვრები ვართ, ანუ უნდა შევიდეს მის ტაძარში მადლიერებით, ასე ვთქვათ, აღსარებით და ქებით. ღმერთი ტკბილია, მისი წყალობა და ჭეშმარიტება, ასე იგი უგუნითი უგუნისამდე გრძელდება. წმინდა მამები, ესე ვთქვათ, მოკლე და გამარტება პატარა ფსალმუზე. და შევიწყოთ მეგობრებო პირველი მუხლიდან. ღაღადებდით ღმრთისა ყოველი ქვეყანაი, ესე იგი ბასილი დიდი ამბობს, რომ მთელი ქმნილება უნდა ღაღადებდეს ღმერთის წინაშე, სიხარულით. იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ღაღადი ეს სიხარულისა და თაყვანისცემის გამოხატულებაა ყველა ხალხის. თეოდორეტე კვირელი ამბობს, მოწოდება მთელ სოფელს ღმერთის დიდების აღიარება. მეორე მუხლი. მონებდით უფალსა სიხარულით, შევიდოდეთ მის წინაშე მხიარულებით. ესე იგი სიხარული და მხიარულება ღმერთთან მიახლოების ბუნებრივი გზნობაა. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, უნდა მივიდეთ ღმერთთან არა შიშით, არამედ სიხარულით. და თეოდორეტე კვირელი ამბობს, ეს ეკლესიაში შესვლის მოწოდებაა. გესმით, სიხარული და მხიარულებით. მესამე მუხლი. დაუწყოდეთ რამე თუ იგი თავადი არს უფალი ღმერთი ჩვენი მან შემქმნა ჩვენ და არა ჩვენ, ხოლო ჩვენ ვართ ერი მისი, არა და ცხოვარნი სამსქსოისა მისისანი. ბასილი დიდი ამბობს, რომ ღმერთი ჩვენი შემოქმედია, ჩვენ მისი ხელქმნილი ვართ და მისი ერი და ცხოვრება, ხო ასე ვთქვათ. იოანე ოქროპირი გამარტავს, რომ მან შექმნა ჩვენ და არა ჩვენ, ანუ ეს ყველა კეთილთაყვანისმცემლობის უარყოფაა. თეოდორეტე კვირელი ამბობს, ქრისტეს პარალელი ნახეთ, ანუ ქრისტე კარგი მწყემსია, ჩვენ მისი ცხოვრები ვართ. ხო? მუხლი მეოთხე. შევიდოდეთ ბჭეთა მისთა აღსარებითა და ეზოთა მისთა გალობითა. აუარებდით მას და აკებდით სახელსა მისსა. ბასილი დიდი, ტაძარში შესვლა უნდა იყოს მადლიერებით და ქებით. იოანე ოქროპირი აღსარება ეს მადლიერებაა ღმერთის საქმეებისთვის და თეოდორეტე კვირელი აღებავს, რომ ეკლესიის კარიბჭენი შესვლას მადლიერებით და გალობით. და ბოლო მუხლი მეგობრებო, ეს შეგახსენებთ 99 მუხლია, ყველაზე პატარა მუხლია, ფსალმუნია ერთ-ერთი. ესე იგი, რამე თუ ტკბილ არს უფალი და უკუნისამდე არს წყალობა იმისი და თესლითი თესლადმდე არს ჭეშმარიტება იმისი. ანუ ღმერთი ტკბილია, მისი წყალობა და ჭეშმარიტება მარადიულია და იოანე ოქროპირი ამბობს ასევე წყალობა, ესე იგი, თაობიდან თაობამდე
ღვთის სიკეთე, ანუ ღმერთის წყალობით გადადის და თეოდორეტე კვირელი ამბობს ღვთის ტკბილობა, ხო, ანუ ღმერთის ეს მისი სიკეთისა და მოწყალების გამოხატულებაა. მეგობრებო, გააზიარეთ ეს ვიდეო, მოიწონეთ, დაალაიქეთ, რომ ბევრმა ჩვენმა ქართველმა ერმა მოისმინოს, ემიგრანტებმა, არამიგრანტებმა, ასევე უსინათლოებამაც რომ მოისმინონ, ხო, და ესე იგი, ვისაც ყურის პრობლემები აქვს, ასევე წაიკითხონ, ყველა ვიდეოში არის სულ ესე ვთქვათ, სუბტიტრები და მათ შეუძლიან საშუალება აქვს რომ წაიკითხონ, თქვენი წინააღმდეგ არის ესე იგი, ატვირთული ახალი აღთმა, სრულად იოანე და მათეს ახარება, მამების გამარტებით, რა თქმა უნდა, სხვადასხვა მამების, თითო ესე ვთქვათ, სტრიქონის სტროფი სახარებიდან და ხო, მათე და იოანე არის სრულად, ეხლა პროცესში ვარ, twirთავ ნელ-ნელა ლუკას და მარკოს და ასევე არის სრულად 50-ვე თავი არის, რა თქმა უნდა, მამის გამარტებით, ძველი აღთმა, პირველი წიგნი 50 თავი და აუცილებლად გააზიარეთ, შეიტანეთ თქვენი წვლილი ღვთისნების და ასე ვთქვათ, წმინდა წერილის გავრცელებაში უფალი შეგეწევათ, გაგაძლიეროთ და შეგიწიროთ. გაიხარეთ, დიდი მადლობა. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. მადლობთ ყურადღებისთვის.